არაბიზაცია საფრთხე თუ საფრთხობელა არც თუ ისე მნიშვნელოვანი თემაა, მაგრამ მოდით ერთხელ ვილაპარაკოთ, რომ ერთი საუბარი მაინც ამ თემაზე გქონდეს არქივში. ეგრევე ვიტყვი, რომ საფრთხობელაა და საფრთხე არ არის. რატო არ არის საფრთხე? იმიტომ რომ რეალობაში არ ამგონია, რომ რომელიმე ბიზნესმენი თუ ის ნამდვილი ბიზნესმენია და პროექტი აქვს სანამ თავის 1 მილიარდს მაინც სადმე ჩადებს არ გაარკვევს იმ ქვეყანაში პოლიტიკურ მდგომარეობას და არ გაარკვევს ის ტიპები ვისთანაც დებს რამე ხელშეკრულებას რამდენად მართლა არიან რაიმეს გარანტი დარწმუნებული ვარ რომ არაბებმა საემიროებში იციან რომ ბიძინა დგას ძალიან მოყანყალე ჯოხზე ცალი ფეხით და ცდილობს რამენაირად წონასწორობა შეინარჩუნოს და რომ ბიძინასთან დადებული ხელშეკრულებები ან მის ხროვასთან ხელისუფლებად წოდებულ ხროვასთან დადებული რაიმე ხელშეკრულებას რეალურად რაიმე ძალა კონდეს დროის თუ გინდ 2-3 წელში 4 წელში რისთვის გააკეთეს მაშინ ეს უფრო კოცური პიარია რო თქვან რომ რამეს მაინც ხო ვაკეთებთ აი რაღაცა მაინც ხო გავაკეთეთ ინვესტიციები ხო მოვიზიდეთ ამისთვისა და რეალურად ეს ფული ისევ მათ ჯიბეებში წავა და იმ ვიღაცას ვინც ამ ფულს თუ მართლა შემოიტანა ეს ფული ჯერ კიდევ შემოიტანს თუ არა გასარკვევია მაგრამ თუ მართლა შემოიტანა ეს ფული წავა ვიღაცების ჯიბეებში და პროექტი დასრულდება არა დარჩება ისე ჰაერზე როგორც არაერთი და როგორც ყველა პროექტი ბოლო 12 წლის განმავლობაში. როგორც ყველა ბიძინას ხანის პროექტი. არა აშენა ტექნიკური უნივერსიტეტი ქუთაისში. არ რეაბილიტირა წყალტუბო. არა ასი ქარხანა და ძალიან ბევრი რაღაცა კიდე. არაფერი არ გააკეთა. ამერიკელებს რო წაართვა ანაკლია და ჩინელებს რო ვითომ გადასცა არც ის არ გაკეთდა იმიტომ რომ არ არსებობს ამის საშუალება და ამის შანსი არავინ ჩინეთს ანაკლიას არ დაუთმობს ის სენატორი რომელიც ვითომ ამერიკული კომპანიის დირექტორია ფრონტერასი რომელმაც ასევე ვითომ აღმოაჩინა საქართველოში ნავთობის საბადოები და 20 წელია თუ რამდენი ძალიან დიდი ხანია იმ ადგილას დგას რაღაცა ერთი აი ესეთი ჭიდანის რო ამოაქვს რკინის რა ქვია დანადგარ ზემოდან ასე მიწაზე რო დგას აი ესე რო მოძრაობს აი ეს ერთი ცალი დგას უკვე მე მგონი საუკუნის მეოთხედია მან და მეტი არაფერი არ ხდება ამ დროს ამბობს რომ რაღაცა ძალიან ბევრი რაოდენობის ნავთობია საქართველოში და თითქოს მაგ ნავთობის ამოტანის მიწიდან რომ ამაზე მუშაობს გავიდა უკვე 25 წელი და არაფერი საშუალო არ დაადგა ეს არის ელემენტარული ჩვეულებრივი კლასიკური ვულგარული ვიღაცის შავი ფულის გათეთრების ხერხი და ინსტრუმენტი იმ არაბს რომელიც ამ თავის 6 მილიარდს ბიძინათია თეთრებს შეიძლება არც თავისი იყოს ეს ფული, შეიძლება რომელიღაცა რუსი ოლიგარქის ფულს ათეთრებდეს და ახლა რუსი ოლიგარქი პირდაპირ ხო ვერ გამოჩნდება საქართველოში ჯერ კიდე იქამდე არ გვაქვს დავარდნილი იმედია თამოყარეობა რომ მაგარაბის მაგივრად ვიღაცა რუსი რო ყოფილიყო რომ ამას გავუტარებდით და
სავსებად შესაძლებელია რომ ეს არაბი სხვისი ფულის ინვესტიციას აკეთებს გათეთრებას ქართული ბანკებით. და ბიძინა ამას პახოდუ ბიძინას ენაზე ვთქვათ, PR-ს უკეთებს როგორც ინვესტიციას, რომ ქულები დაიწეროს. ეს ერთი ხაზი ამ მთელი ამბის. მეორე ხაზი, რისთვის ჭირდება კიდე ამ ამბის PR-ი. იმისთვის, რომ ნახეთ ახლა რა გააკეთა ეს თავისი მონების ბანაკი, ალტინფო, ფალავანდიშვილები, ხაინდრავები და ეს ყველა კიდე ცალ-ცალკე უპარტიო ვიღაც სირები, პატრიოტთა ალიანსმაც კი გაიღვიძა. ყველა ლაპარაკობს ამაზე. ალტინფომ დეკემბერს 7 დეკემბერს მე მგონი დიდი მსვლელობა და აქცია დანიშნა არაბიზაციის წინააღმდეგ. ალბათ ხაცნას იჭინავა იქნება თუ ხატიეს იჭინავა მაგ მსვლელობის მთავარი სახე. იმაზე რომ დადიოდა რუსი ანტივაქსერების აქციებზე. ანტივაქსერობა არ არის რაღაცა ანომალური მდგომარეობა, კონკრეტულად ის მოძრაობა იყო რუსული და ის ანტივაქსერული მიტინგები იყო რუსული, რაც ჩვენთან მოაწყვეს. და აი ამით ახლა გადააქვს ყურადღება, ხო, ძალიან ბევრ რაღაცას აკეთებს ისეც, რომ მხოლოდ იმისთვის ჭირდება, რომ ყურადღება გადაიტანოს. რისგან გადააქვს ყურადღება? იმისგან, რომ განათლებას გვინგრევს, იმისგან, რომ იშა ისევ გადაიყვანა ციხეში, ყურადღების გადატანა იმისგან, რომ უვიზოს გვითიშავს ევროპა, ყურადღების გადატანა იმიდან, რომ უკვე ბიძინა რაღაცა მსოფლიო ტირანების სამეულში შედის და იქ სადაც პუტინს და ლუკაშენკოს ასახელებენ აუცილებლად ბიძინაც მოდის მესამე და იქ სადაც ცუდი კვეხდების სიას ლაპარაკობენ რუსეთი, ბელარუსი აუცილებლად საქართველოს მიაყოლებენ. ანუ დემოკრატიის შუქურიდან მსოფლიოს უმაღლესი შეფასებიდან უმდაბლესამდე რომ ჩამოვედით, ამას ყველაფერს ხო რაღაცით უნდა მიჩქმალვა. და ჩქმალავს აი ამ ხელოვნური აყალმაყალით გაიტენა მთელი ეთერები, მთელი ტელევიზიები ამ არაბიზაციაზე წიოგით. დღეს წავიკითხე Facebook-ზე ასეთი პოსტი, რომ შესაძლოა ბიძინამ მოახერხოს, ბიძინამ არა, ამას ბიძინა არ გააკეთებს, ეს თუ გააკეთა, ამას გააკეთებს FSB, იგივე KGB. რომ შეიძლება რუსეთმა გააკეთოს ხელოვნური რევოლუცია და ეს რევოლუცია გააკეთებინოს აი ალტინფო და დანარჩენ ასეთ ნაგავს ასტავს და ვითომ ბიძინა გადააგდეს და მერე ბიძინა გადავა ოპოზიციაში და ეს ნაგავი იქნება პოზიციაში, ეს ნაგავი იქნება ხელისუფლება და ბიძინა არა ოცნება ვითომ იქნება ოპოზიციაში, ან შეიძლება ოცნება საერთოდ მე აღარ დაჭირდეს, რომ აი ასეთი საფრთხე გვაქვს წინ. ჩემი აზრით ეს საფრთხე უკვე გადაგორებული გვაქვს. ამის მე თვითონ მეშინოდა, ოღონდ ჯერ კიდე მანამდე სანამ რუსეთი უკრაინაში ფართომასშტაბიანს დაიწყებდა და მე კიდევ ცოტა ოდნავ აი იქამდე სანამ ჩვენ არალეგიტიმურად ვცანით ხელისუფლება, ხიხოს ხელისუფლება, ხიხოს ხროვა და იმის მერე რაც უკვე მთელმა მსოფლიომ ჩვენი მხარე დაიკავა, სწორი მხარე დაიკავა და მთელი მსოფლიოც გვეხს დიახ რომ თანახმაა რომ რადგან ქართული ხალხი ამბობს რომ არალეგიტიმურიაო, ესე იგი არალეგიტიმურიაო.
და მე კიდე რომ გამოვიდა და დაამატა 28 ნოემბერს რომ ევროპაში აღარ მივდივართო უკვე, აი იმ მომენტიდან უკვე ამ საფრთხის არ მეშინია. არც ამ საფრთხის არ მეშინია, არც იმის არ მეშინია, რომ აფხაზეთს და ცხინვალს აღიარებენ, იმიტომ რომ არც ერთი და არც მეორე უკვე არაფერს არ ნიშნავს. არალეგიტიმურების ბოყინი უკვე არაფერს არ ნიშნავს. არალეგიტიმური საწინააღმდეგო ვითომ რევოლუცია, ნამდვილი რევოლუცია, რა თქმა უნდა, ნიშნავს ჩვენ რო გაგვეკეთებინა და რო გამოგსვლოდა 4 ოქტომბერი, ეს რა თქმა უნდა იქნებოდა ის რაც უნდა იყოს, მაგრამ ალტინფოს ამას არ შეჭამს, ქართული ხალხი რო არ შეჭამს ვიცით, გვესმის და ამაში ჩვენ თავში ეჭვი არ გვეპარება და მსოფლიოც რო არ შეჭამს აწი ესეც გასაგებია და ეს საფრთხე მე მგონი არ არსებობს. ალტინფომ შეიძლება მოაწყოს დიდი მიტინგები, არაბებზეც წინააღმდეგ, ეს დაკვეთილი მიტინგებია. ეს არის კრემლიდან დაკვეთილი მიტინგები. მე შეიძლება ვიღაცაები გამოიყვანონ ამათ საწინააღმდეგოდ, რომ რას ერჩით თქვენ არაბიზაციას, არაბიზაცია კარგია და არაფერი არ დაგვემართება. ხო, და კიდე ყველაზე მთავარი რისთვის არის ეს? ანუ არაბიზაციის ციკვინი იმისთვის არის საჭირო, რომ რეალური საფრთხე რუსეთიზაცია დავივიწყოთ. ყველაზე დიდი მაინც ეს არის. ახლა ხო ჩამოვთვალე რამოდენიმე მიზეზი რისთვის აკეთებს ამას, მაგრამ ყველაზე დიდი მიზეზი და ყველაზე მთავარი მიზეზი არის ის, რომ გადაფაროს რუსეთიზაცია და კიდე რომ აი თუ არ გინდათ არაბები, აგერ ყავს რუსები და მოდით ისევ ერეკლეობა გავიმეოროთ. და მაშინ აი გაიმეორებენ ზუსტად იმას, რითაც აპრავებენ ერეკლეს. ერეკლეს სხვა შანსი არ ქონდა, ერეკლე დასავლეთისკენ მიდიოდა და ძალიან უნდოდა დასავლეთი, მაგრამ დასავლეთმა ხელი ჰკრა და რა ექნა მერე არაბებს ხო არ ჩაბარდებოდა და ამიტომ ადგა და არაბებს არჩია რუსეთი. აი ზუსტად ამ სცენარს გადიან ახლა და იმას ხო არ ამბობენ, რომ დასავლეთზე ჩვენ თქვი თუ არისო, აბრალებენ დასავლეთს, რომ ჩვენ ძალიან გვინდა მოლაპარაკებები, ყველაფერი გვინდა და აი დასავლეთი ცუდია, დასავლეთმა ჩვენ უარი გვითხრა. და ახლა საწავიდეთ, არაბიზაცია ხო არ გადაყლაპოს. რამოდენიმე წელიწადში ესენი თუ გაგრძელდნენ ამ არაბიზაციას, აქეთ შემოგვიტრიალებენ. არაბიზაციამ ხო არ უნდა გადაყლაპოსო ამასე და მე ოცნების რომელიღაცა 32 წელს არჩევნებზე იქნება წინა საარჩევნო პროგრამა, რომ ძირს არაბიზაცია და რაღაცა მსგავსი. გავყაროთ არაბები, ჩვენ თუ მოვედით ხელისუფლებაში, გავყრით არაბებს. აი ეს ლოზუნგები ექნებათ. და გავაკეთებთ ამას დიდი რუსეთის დახმარებით. მაგრამ აქამდე ვერ მივა საქმე. აქამდე საქმე ვერანაირად ვერ მივა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით შიგნიდან საქართველოდან ჩანს, რომ კარგად გამოსდით თავისი გეგმა. ამიტომ შეგვეშინდება მოგონილი არაბიზაციის, ავყვებით ამ ყაყანს და ვინერვიულებთ ამაზე. როგორც დაშლა არ ემუქრება საქართველოს და აფხაზეთის და რაღაცების აღიარება, ასევე არ ემუქრება ესეც. ემუქრება კი არა, უკვე შესრულებულია რუსეთიზაცია, ძალიან ბევრი რუსია უკვე საქართველოში, ძალიან ბევრი რუსია დარიგებული ქართული პასპორტები, მაგრამ ამასაც მიეხედება და მე ჩემს დეოკუპაციის პოლიტიკაში ერთ-ერთი პუნქტი მიდევს ის რომ ჩვენ რომ რუსეთს დავაკისრებთ რეპარაციებს, მაგ რეპარაციების ნაწილი იქნება საქართველოში ნაყიდი უძრავი ქონება რუსეთის მოქალაქეების. მე ლიბერასტებმა არ დამიწყონ ციკვინი, რომ მოქალაქეები რა შუაში არიან, ესენი რატო უნდა დასარალდნენ? არა. ეს პრაქტიკა უკვე არსებობს.
უკრაინამ გაიარა რაღაც ნაწილი და კიდე გადის. ბოლომდე არ აქვს ყველაფერი რუსებზე წართული, იმიტომ რომ იქაც მოხდა ასეთი მატყუარა ჩანაცვლებები, ანუ რუსებმა თავის უკრაინელ მეგობრებს გადაუფორმეს თავისი ბიზნესები და ქონებები და ვითომ დატოვეს ქვეყანამ და რეალურად მერე ის უკრაინული მეგობრები და რაღაცაები იმ ბიზნესის წილებს ჩვეულებრივად ახრეხებენ და დღემდე უხდიან. იქაც არსებობს ძალიან ბევრი მოღალატე. მაგრამ ოფიციალურ დონეზე ბევრი მაგალითი არის უკრაინაში, სადაც რეალურად რუსეთის მოქალაქეების ქონების და ბიზნესების ექსპროპრიაცია მოხდა და ჩვენ ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ. ამიტომ ამ რუსეთიზაციის მოშორება არ იქნება რთული და არაბიზაცია არ მოხდება. ეს ცირკი არის მხოლოდ იმისთვის, რომ პიარი გაიკეთონ კოცებმა ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, რომ აყალ-მაყალში გაგვაბრუონ და ჩვენ ყურადღება გადაიტანონ ძალიან მნიშვნელოვანი რეალური საფრთხეებიდან რაღაცა არარეალურ გამოგონილზე. მომავალ შეხვედრამდე.